გული მისკდება ხოლმე, რომ ბავშვის წინ მინახია, რომ იგინებოდა რა, მშობელი. და გულში ისე ჩამჩა, რომ მეთქი რამ გადაუწყვიტა ამ კაცს ასე ცხოვრება, რომ შვილის წინ ამას უფრო მეტი ტრავმა მეაყენა მის წინ რომ იგინებოდა. ვიდრე ვისაც აგინდებდა. პეტრეზე უფრო მეტი გავიგეო ვიდრე. ეგ ამბავი. იმიტომ ეს შვილი გიყურებს რაოდენ თვინიერი ხარ, რაოდენ სრულყოფილი ხარ, ვის მიბაძოს უყურებს, გაგედა. ჯობს რომ ყველა მამა არა აქვს იმას, რა ქვია, აზრი, სოციუმს რა შეძლებას, მაგალითია ის მამა ღმერთი. წამოწვევდა, გადატრიალდება, ესეც გადატრიალდება შვილის ცხოვრებაში, ვარიანტი არა. აი შვილს თუ გადაუტრიალდა. აი სიხემენი გადაბუნე. თეატრში ვაკეთებთ ეგეთ სცენებს. მაიცა რა, ხო? და ის ბავშვი ამას რო შეხედავს, ესეც გადატრიალდება. ესეც გადატრიალდება. ოღონდ ისეთ ადგილას გადატრიალდება. სახელმწიფოს რო ჭირდება ან რაღაცა მივხვდი? შიგნიდან რაცაც უხევს, ტრავმა სადაც არის, ბავშვის განვითარება სადაც არის, მამას აქვს. რაღაც ძალიან დიდი წერტილი. ფუნქციონალურად დიდი წერტილი აქვს. ესე მგონია, შეიძლება ვწდები, აცარა. ვაფშე უმამოდ გაზრდილები ვიცი. კი. და უფრო მაგარი ტიპებიდან. ისე მე და მამა ჩემი ძალიან მაგარი ზმაკაცები ვართ, ერთად მუშაობთ დღესაც. ჩემ კონცერტებს მამა ჩემი იმაშვება, რა ქვია, გზას გვილაგებს რა, როგორ მიიყვანოს მუსიკოსები და როგორ მოიყვანოს გამიგე და ამ დროს მე-9 კლასში სიტყვას ვერ უცვლიდი, კაცო, ისეთი ის გქონდა. როგორ შეიძლება მამას რამე უთხრა და ის უჩხუბობდა და შენს უგეშინოდა. ხო, ეხლა მოხსენით, მივხვდი და მე და ჩემ შვილებს ეგ არ გვაქვს. ღია რა ეს კარები და მოყევი, მოგიყვები, აბა რა ვქნათ, როგორ ვქნათ. მგონია რომ მამას ძალიან დიდი ჯვარი აქვს, ძალიან. არ ეწყინოთ, მაგრამ დედებზე მეტი ჯვარი აქვს. არა, საწყენი არ არის აშკარად. არა, ხო.